სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროგრამას მე ვეხმარები საზოგადოებრივი მაუწყებელი შეუერთდა მომავლის სახლისა და თბილისის კრიზისული ცენტრის ახსაზრდოელები მაუწყებელს ესტუმრნენ. ბავშვებმა პირველი და მეორე არხის სტუდიები დაათვალიერეს და გადაცემების ჩაწერას დაესწრნენ. მათ საკუთარი თვალით ნახეს და ჟურნალისტებისა და ოპერატორებისგან მოისმენეს თუ რა ხდება ეთერს მიღმა და როგორია ერთი სამუშაო დღე ტელევიზიაში. პროგრამა მე ვეხმარები 2011 წლის მარტიდან ხორციელდება. მასში უმაღლესი სასწავლებლები, სხვადასხვა ორგანიზაციები და კერძო პირები არიან ჩართული და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებს სხვადასხვა პროფესიის შესწავლაში ეხმარებიან. იცით რა, უფრო ალბათ და ჟურნალისტები გასულებელი ნახისმოთვის ალბათ რაღაც საოცარი სამყარო, რომელთაც ძალიან შთაბეჭდილებებით მიდიან. ეს არ არის ერთჯერადი აქცია, ჩვენ გვაქვს რაღაც ხანგრძლივი თანამშრომლობის სურვილი და იდეა, რაც გამოიხატება იმაში, რომ ამ ბავშვები და რამდენიმე განსაკუთრებით მოწადინებული მათ ექნებათ საშუალება, რომ სტაჟირება გაიარონ ჩვენთან, კონკრეტულად საინფორმაციო სამსახურში და შეისწავლონ ოპერატორის პროფესია. მაინტერესებდა ძალიან საზოგადოებრივი მაუწყებლობა როგორი იყო შიგნიდან და ძალიან მაინტერესო ოპერატორობა და მინდა რომ გავიმარჯვო კონკურსში და მოხვდე ოპერატორად. მათთვის არის პირველ რიგში ძალიან დიდი სტიმული პირადი წარმატების მიღწევისთვის და ჩვენ დიდი მადლობა მინდა გადავუხადოთ თითოეულ თანამშრომელს, რომელიც დღეს გაესაუბრა ბავშვებს, რომლებიც დღეს ბავშვებთან ერთად იყო. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი შეუერთდება ასევე სხვა ორგანიზაციების და მაგალითს მისცემს საზოგადოებრივი მაუწყებელი იმისა, თუ როგორ უნდა დაეხმაროს სხვას.